აშკარა არის, რომ ესეთი გეგმა ჰქონდათ ეპისკოპოს ბაგრატ გალასტიანელის შემთხვევაში შარშან, მაგრამ რადგან ეს წარმატებით არ დასრულდა, ახლა ნამდვილად გააჟღერეს რამდენიმე დღის წინ უკვე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პოზიცია, რომ ერთიანი კანდიდატი ოპოზიციიდან უნდა იყოს სწორედ გარეგინ მეორე და პრინციპში ეს კიდევ ერთხელ რუსეთის გეგმებში, რადგან არ გამოვიდა ქოჩარიანის, სარქსიანის, სხვა ოპოზიციური პარტიების გააქტიურება, ახლა განიხილება ეგ საკითხი და პარალელურად დაშნაკ ცუცურმა ასევე დაძრა საკითხი, რომ აუცილებელია ლიკვიდაცია საერთოდ ნიკოლ ფაშინიანის, როგორც ეს მოხდა 1999 წელს 27 ოქტომბერს, როცა პარლამენტში დაწკრილეს მოქმედი ხელმძღვანელობა. ვინ საკითხი? როგორ? ვინ თქვა ეს? დაშნაკ ცუცუნის ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შესაბამისად რუსეთის აგენტურა და ჩვენ ვიცით, რომ დაშნაკ ცუცუნში პრინციპში მთლიანად და სომხურ ეკლესიაში მეტწილად არის რუსეთის უსაფრთხოების სისტემების უდიდესი გავლენა. ებრძვის დღეს სომხურ სახელმწიფოს და ნიკოლ ფაშინიანმა წინასწარ ჩვენ ამისადმი მას მოვუწოდებდით ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და სპეციალისტი, რომ წინასწარ, ასე ვთქვათ, არ დაუშვას რევანში და წინასწარ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს გეგმა და სწორედ ამიტომ დღეს დადგა საბოლოოდ 2018 წელს იყო საკითხი, როცა რევოლუცია მოხდა სომხეთში, რომ კათოლიკოს პატრიარქი შეეცვალათ ასევე, იმიტომ ყველამ იცოდა, რომ ჯერ ერთი მისი ყოფნა უკანონო არის, თვითონ ამ სახელმწიფო გადატრიალების დღეს გახდა როგორც გითხარით 1929 წლის 27 ოქტომბერს კათოლიკოს პატრიარქი ისიც უკანონო და პირდაპირ ატარებს რუსეთის იქ ინტერესებს, ანტისომხურ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად ყველას ესმის, რომ თუ ეს არ აღიკვეთება, ეხლა სომხურ სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება, სწორედ ამიტომ ნიკოლ ფაშინიანს გააჩნია საზოგადოების ტოტალური უმრავლესობის ხარდაჭერა და ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმედია, რომ ეს მისი დაწყებული პროცესი არ შეჩერდება ნახევარგზაზე და ბოლომდე მივა და აუცილებლად უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ სომხეთს უნდა ყავდეს პრინციპში თვითონაც თქვა, სომხეთს უნდა კონდეს გადამწყვეტი ხმა კათოლიკოს პატრიარქის შერჩევაში. ან სომხეთს ექნება ასეთი ხმა. ანუ საერო ხელისუფლება უნდა ჩაერიოს? სწორად გამიგეთ, მაგრამ რეალობა ისეთი არის, რომ ამ სომხეთს ექნება ეს გავლენა სომხურ ეკლესიაზე, ან ვიღაც სხვას და ამ შემთხვევაში რუსეთს. შესაბამისად, ის ობიექტური რეალობა, რომ ეს სეკულარული რაღაც სისტემა არსებობს, ჩვენ ხო სისტემაზე ვსაუბრობთ, ეს ხო სულიერ პროცესზე არ არის. ამ სისტემას ვიღაცა მართავს. ისე როგორც დაშნაკ ცუცუნი. სამწუხაროდ რუსეთიდან გზავრული არის, რომ შესულია სწორედ იმ სისტემებში და ეს არის სომხური ეკლესია და დაშნაკ ცუცუნი, რომელიც ავტონომიურია მათ შორის სახელმწიფოსგან, აქვს ეს ავტონომიურობა და რომლებიც ისტორიული ორგანიზაციები არის და პირდაპირ ვთქვათ რა, აი ამ რიტუალების უკან, ამ ეკლესიების უკან, ამ ტანსაცმლის უკან, ამ ყველა ისტორიული სისტემის უკან დამალული არის პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები და ებრძვის სომხურ ერს და სომხურ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა სომხურ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა თავი დაიცვას. რა თქმა უნდა აქვს ძალიან დიდი შანსები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ეს ის ადგილია, სადაც რომელიც ძლიერი მხარეა სომეხი ერის და ის მიმართულება, სადაც შეგვიძლია თქვა, რომ სომეხი ერი ბრძენია და მხარს უჭერს სწორედ ეკლესიის ფაშინიანსეთი ხარდამჭერი ყავს ვიდრე ფაშინიანსეთი ხარდამჭერი ყავს ვიდრე ეკლესია? მე ასე გეტყვით, რომ მოსახლეობაში სწორედ ეს შეეშალა ჩემი აზრით დაიშლება რუსეთის ფსბ-ს წარმომადგენლებს მოსკოვში. იმიტომ სტატისტიკას უყურებენ 90%-ზე მეტი აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის ყველა არის ქრისტიანი და თავს ასოცირებს სომხურ სამოციქულო მართლმადებელ ეკლესიასთან. მაგრამ აი აქ ეშლებათ, იმიტომ რომ ხარდაჭერა გარეგინ მეორეს ამ სისტემის, რომელიც ანტიეკლესიურიც არის და ანტისახელმწიფოებრივიც. ერთნიშნა არის, ორნიშნა არ არის. და სომეხი ერი 2018 წელს, როცა რევოლუცია მოხდა, იმ დროს ითხოვდა ჯერ კიდევ ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი მოძრაობა და ართურ ვანეციანი, რომელიც ეხლა ოპოზიციაშია და რუსეთის პოლიტიკას ატარებს, იმ დროს ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც სუსის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და დანიშნა სუსის ხელმძღვანელად, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ რუსეთთან საჭიროა ნორმალური ურთიერთობები და არტურ ვანეციანმა ხელი შეუშალა აი ამ პროცესს, რომელიც გულისხმობდა პრაქტიკულად პატრიარქის უცებს ცვლილებას და ჩვენ ვაფრთხილებდით ამ ნიკოლ ფაშინიანსაც, რომ ეს თუ ამ პრობლემას არ მოაგვარებ, ეს პრობლემა დაიწყებს რეალურად ჩვენთან ისეთ ბრძოლას,
რომ დამარცხდები საბოლოო ჯამში. ჩვენ ვნახეთ, რომ ეკლესიამ ყველაზე რთულ ვითარებაში, როცა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის, ამ ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ფონზე, ეთნიკური წმენდის ფონზე მოსხოვა ფაშინიანს, რომ დატოვოს თანამდებობა. გარეგინ მეორე ოფიციალურად. ამაზე ხალხის მხარდაჭერა იყო უბრალოდ კიდევ ერთხელ სიბრძნე პრაქტიკულად, რომ ფაშინიანს იმ გაჭირვებაში, როცა მართლა ძალიან რთული ვითარება იყო, ხალხმა მხარი დაუჭირა. დღეს ნათელი არის, რომ პირიქით ყველას ესმის, რომ პუტინის პირადი მედალის მქონე კტრიჩ ნერსისიანი ეს მოქალაქე და ამ პრიზმაში ვუყურებთ, სომხეთის მოქალაქეა, შესაბამისად, მისი ჯაშუშური საქმიანობა, კტრიჩ ნერსისიანი სახელი და გვარი, მისი ჯაშუშური ქმედებები რუსეთის სასარგებლოდ და სომხეთის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ უნდა იყოს სომხეთის სახელმწიფოს პრიზმიდან დანახული, ვისაც როგორც უნდა ისე უყუროს სომხეთის სახელმწიფო, მას უყურებს ჩემი აზრით და უნდა უყუროს როგორც მოქალაქე. გარეგინ მეორე სახელი და გვარი. დიახ, უნდა უყუროს როგორც მოქალაქე, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და საფრთხე ემუქრება სომხეთის რას. პირველ რიგში საფრთხე ემუქრება იმას, რომ ამ ადამიანებს უნდათ სომხეთი გახადონ, როგორც ჩემს განცხადებაში ვთქვი, არასახელმწიფოდ, კვაზისახელმწიფოდ, რელიგიურ რაღაც ტერიტორიად, ქრისტიანობის საფუძველზე, ღმერთის სახელით უნდა დიქტატურის დამყარება სომხეთში, სხვა ვერაფერი რუსეთის ფსბ-შნიკებმა ვერ მოიფიქრეს, ეხლა საბჭოთა კავშირის დამყარების დროს იყო კომუნიზმის იდეა მაინც და რაღაც იდეა ქონდათ რუსეთს. ეხლა რუსეთს იდეა არა აქვს. და ჩინეთი აქ ვერ შემოდის კომუნისტური თავისი იდეები, თურქებს ახლა თავისი იდეები აქვს. ამ რეგიონში ჩვენ, ამ ტერიტორიაზე რუსებს ერთადერთი იდეა აქვს, რომ შეიძლება ქრისტიანული ირანის მსგავსი რაღაცა ღმერთის სახელით დიქტატურა მოაწყონ და ეგონათ, რადგან სომეხიერი აბსოლუტური უმრავლესობით ამ ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ასოცირებს თავს, ამაზე წავა. აქ შეცდნენ, იმიტომ რომ 30 წელი რუსეთის ინვესტიცია იყო მთელი და ანტიდამოუკიდებლობის შემდეგ გარყვნილებაში, რომელიც გარეგინ მეორე მარტო თვითონ არა, ცხადია, ეპისკოპოსების და მისი მთელი სისტემის მეშვეობით სომხური ეკლესია აქცია ჯერ პირველ რიგში ჯაშუშურ ქსელად, ანტისომხურ ჯაშუშურ ქსელად. მერე აქცია ეს ბიზნესად და წარმოუდგენელი იქ, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე სიწმინდესთან კი არა, პირიქით გარყვნილებასთან არის საქმე და სომეხებს ეს ესმის. ამას არავითარ შემთხვევაში იქ არ ხდება გაიგივება რელიგიური და სულიერი გრძნობების და ამ ადამიანების. ეს არ უნდა შეგვეშალოს. ეს ადამიანები არიან სწორედაც რომ ადამიანები და რომლებიც ამ შემთხვევაში პირიქით აწარმოებენ ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და მე ვფიქრობ ნიკოლ ფაშინიანს აქვს ძალიან სერიოზული შანსები ახლა, მაგრამ არა მხოლოდ ეკლესიას ცხადია, დაშნაკთიცუნის საკითხიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ ეს ერთ პაკეტში არის. თუ ერთი საკითხი მოაგვარა, მეორე არა, დაშნაკთიცუნი ტერორისტულ აქტზე წამსვლელი ორგანიზაცია არის ფაქტობრივად. პირველი გამოცდილება არ იქნება. ქონია ეს ტერორისტული გამოცდილება და ეს საფრთხე ემუქრება სომხეთს. ახლა პირდაპირ ამ დღეებში იყო ეს განცხადება, რომ ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და პრინციპში სომხეთში პირველმა პირებმა თქვეს, რომ ეს რას ნიშნავს, ჯერ ერთი პასუხისმგებლობას იღებთ ღიად 1999 წლის 27 ოქტომბრის ქმედებებზე, რაც ყველაზე დიდი დანაშაული იყო სომხეთის სახელმწიფოს. შევახსენოთ ჩვენს რადიოს ველებს პარლამენტში როცა შეიჭრნენ, მაგაზე არის საუბარი და მოკლეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა მარტო თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-სპიკერი, მთელი ელიტა, მოკლედ ქოჩარიანის გარდა, მთელი ელიტა. ამის შემდეგ ქოჩერანი მოდის ხელისუფლებაში და ჩააბარა სომხეთი მთლიანად რუსეთს. მოკლედ, აქ ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ეს საკითხი უნდა ზოგადად გამოაშკარავოს რუსეთის ნარატივი, ეხლა, როცა რუსეთს სხვა იდეა არ გააჩნია, იყენებს ქრისტიანობას და მათ შორის წამსვლელი არის ისეთ რაღაცაზე, როგორიც არის, ეხლა თქვენ ბრძანეთ, მე ის ფაქტი რა თქმა უნდა არ ვიცოდი, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ სომხეთში ეხლა რაც ჩანს ნამდვილად, რომ წამსვლელი არის იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი გახადოს პატრიარქი ან სასულიერო პირი, ხო? კიდევ კარგი სომეხების ყოფნის ის სიბრძნე ნამდვილად, რომ ამ დანაშაულებრივ ანტისახელმწიფოებრივ ანტიეროვნულ ქმედებაზე პირდაპირ უარი თქვას და წერტილი დაუსვას და სომხეთი ამით პრაქტიკულად პირიქით სახელმწიფოების გაძლიერების გზაზე დგას და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. იცით რა, ჩვენ